coming to you from so far away, coming to see you again. When I will hold you and kiss you, please say again that you're waiting for me all the day. Hearing my steps in the morning, hearing that I'm on my way. When you will open the door to me, please say again that you're waiting for me all the day. That you're waiting for me all the day. When I'm on my way, hear the voice that you're calling me. See all the nights and days I'm coming to you. Then I will tell you the story about my life and my band. Then I will hold you and kiss you, and I'll say again that I'm looking for you all the days. Then sun will rise in the morning, then will be night and the day. Kiss you and leave you, and I'll say again that I'm living for you and my way. Living my life is for you and my way. Hey, hey, when I'm on my way, hearing your voice, hearing my steps. When I'm on my way, I'm on my way. Now I'm on my way. I'm on my way. რავი ჯგუფებს რა ერთიანებს ალბათ მუსიკის სიყვარული და საერთო გემოვნება და ახლობებით ეგეთი რაღაც. მე და გია თან კურსელები ვარ და 1 სექტემბრიდან რატომღაც ეგრე მოხდა რომ ერთმანეთს შევეჩეხეთ ჩაბარებისას და დავიწყეთ ლაპარაკი მუსიკაზე და აღმოჩნდა რომ ორივეს გვინდა მუსიკის კეთება და მას მერე მოვდივართ ერთად. ეს იყო მე მგონი დინოზავრების ეპოქაში ძალიან დიდი ხნის წინ. იცი რა ესე ვარა კაი კითხვა ახლა საუნდს რო პოულობ არ არის ისე რომ ადგე და დაუწყო საუნდს ძებნა. ნუ თავიდან როგორც ყველა იწყებს დაკვრას თანამედროვე მუსიკასაც როგორ გიტარას იღებს ხელში და აჟღარუნებს და რაღაცა გამოდის იქიდან და მე რო შეაერთებ იქ რა ეფექტი ჩაგივარდება ხელში ან რაღაცა იქნება იქიდანაც რაღაცას იღებ. მაგრამ მე მახსოვს უბრალოდ ერთი მომენტი რომ როცა უკვე შევიკარეთ ჯგუფი და სიმღერები გვაქვს რაღაცა ეს არის მის გამოხატულება გვინდა უფრო გამოხატვა გვინდა უფრო კაი ფორმით და როგორ ვქნათ 10000 ვერსია რო ჩნდება ამ ხმის გაჩნდა ცნება არანჟირება მოვიდა უცებ ეს ცნება და ნუ დაატრიალდა მე არანჟირება და მივხვდი რომ ეს არანჟირება ჩვენ არ ვიცით ამ საუნდზე ლაპარაკი რა და ამ დროს კიდე თქვა რას ნიშნავს რომ იქ რო ბასი ამას უკრავს იქ რო რაღაცა ფეთს დაადებ იქ ვოკალი ასე იმღერებს და იქ თქვა დრამს ჩაწერთ თქვა ან ესეთი საუნდით ან ესეთი საერთოდ იმ ხელა პალიტრას იძლევა ეს ყველაფერი რომ ძალიან დავიბენით მაგ მომენტში რა და ავდექით და რაღაც როგორც ძალიან წესიერმა ადამიანებმა ვთხოვეთ უფროს კოლეგას არანჟირებაში დახმარება
ხო და ეს უბრალოდ კოლეგა მოვიდა და მოგვეხმარა მართლა ამ არანჟირებაში განა არა ანუ ეს უბრალოდ მომენტი მახსოვს რა რომ ესეთი ეს იყო გადაულახავი რაღაცა რომ არანჟირება და როგორ უნდა გააკეთო ეს არანჟირება და რამე არა თუ საუნდი ჩდება ცოტა მერე უკვე ჩაწერა რო დავიწყეთ ჩაწერები ნუ მაშინ ჩაწერები დავიწყეთ არსებულ სტუდიები ძალიან მძიმე შემთხვევა იყო 80-იანის ბოლოს 90-იანის დასაწყისში და ნუ რა თქმა უნდა არ უჟღერდით ისე კი არა ახლოსაც კი არ იყო ისე როგორც წარმოგვედგინა ჩვენი თავი მე დავიწყე უბრალოდ ჩემი ხელით ჩაწერა მივხვდი რომ შემიძლია ტექნიკური მხარეთ შემიძლია გავართვა ტექნიკურ მხარეს თავი ეხლა ყურიც მეტნაკლებად ეხლა შენ ვერ ვეწერდა ჩვენი მუსიკა როა და ერთად რო არანჟირებთ თუ რაც ხდება და ერთად რო იხარშება ეს ყველაფერი ხვდები რომ როგორ უნდა გამოხატო ან რა არის კაი რა არის ცუდი უამრავ ექსპერიმენტს ვაკეთებდით აი უამრავ ამიტომ ჩვენ ყოველთვის სარეპეტიციოს კი არ ვეძახდით ჩვენს აი მას ბუდეს ყოველთვის ვეძახდით სტუდიას დღემდეც ეგრე არის სარეპეტიციო სიტყვა ჩვენთან არ არსებობდა ყოველთვის სტუდია რატო იმიტომ რომ სულ ვიწერდით რაც ქონდა ხელში ყველაფერზე ვიწერდით ეს იყო ძველი ბაბინებიანი მაგნიტოფონი თუ კასეტები თუ ისა თუ ესა რაც ჩაგვერდებოდა ხელში და აი ამ მრავალი მცდელობის და წლების შემდეგ მართლა დადგა უკვე ის რასაც შეიძლება უწოდოს soft eject-ის საუნდი ну ჩემთვის განსხვავებს შემადგენლობა ბიჭები წინვალე მუსიკოსები განსხვავებს ეცე განსხვავება ალბათ უფრო მსმენელის კომპეტენცია არა მან უნდა გადაწყვიტოს რა განსხვავებს soft eject-ს ჩემთვის სხვა ბენდი არ წარმოვიდგენია რომ ყოფილიყო ჩემ ცხოვრებაში ხო ვანდერერი მაგრამ soft-ების ასე ვთქვათ მუსიკალური ცხოვრება მრავალი სხვადასხვა გზისგან შედგება და ამიტომ ესე კონკრეტულად ვერ ვიტყვი რომ მარტო ვანდერერია იმიტომ რომ ვანდერერი არის აი ეს კონკრეტული მიმართულება სიმღერების ესე ვთქვათ არის 900 იქით რომელიც სხვა მიმართულებაა საერთოდ და სიმართლე გითხრა ისიც ისე მევასება და ესეც ესე რომ ესე ვერ გამოვარჩევ რა ყველა მიმართულებაში რაღაც საკაიფო გვაქვს It's a blooming day in an old town. There's a Sunday call up in the sky. I am standing at the roadside. I wonder why she's not in sight. Strangers and strangers, thoughtful expressions and smiles. Sunlight and shades that reflect in my eyes, in my eyes. In my life, worries and worries, wonder and peaceful delight, over and over and over and over again, fill my mind. It's a closing day
of the summer when the ice can catch another light. გერმანიაში მოხდა შემთხვევით. ნუ სადღაც უნდა წავსულიყავით რა, წარმოიდგინეთ საბჭოთა კავშირის ბოლო წლები და აი დაიშალა და უნდა წავიდეთ და აი იქ დასავლეთ, იქ არის რაღაცა, იქ კეთდება მუსიკაც, იქ კეთდება ყველაფერი, როგორც წარმოდგენილი ხა საბჭოთა კავშირში დაბადებულ გაზრდილებს და წავედით სინამდვილეში წავედით შვეიცარიაში, ლოზანაში უნდა ჩავსულიყავით. იქ ქონდა საშუალება გაჩერების, მაგრამ ესე მოხდა, რომ ჩავჭით გერმანიაში. ნუ გერმანიის გავლით იყო მაშინ არყო, რა თქმა უნდა, ამდენი საშუალება. და ამიტომ ჩავედით გერმანიაში, იქიდან მოხდა ვიყავით შვეიცარიაში, მაგრამ ესე მოხდა, რომ დავჭით გერმანიაში. რაღაცა ერთი გამახსენდა, ერთი გამახსენდა იმას მოყვები მანჩესტერში ვართ. რაღაცნაირად ყველანი მიყრილები ვართ, ზოგი დივანზე, ზოგი იატაკზე, ტელევიზორია ჩართული, რასაც ვერ ვიტან მე ტელევიზორის მიწებებას. და ნუ ვეღარ მოვითმინე და უყვირდი, ესე დავიწყე ყვირილი, ბიჭო, მოდი რა დროს ტელევიზორი და გორაობა რამე გავაკეთოთ და რაღაც იმ შევაჩეჩე გიტარა, ერთ იქ რაღაცა პერკუსია ავიღე იქ რაღაცა და მოკლედ დაიწერა ძალიან მაგარი სიმღერა. ოღონდ ეს იყო ცოტა სხვა შემადგენლობით, მაშინ ინსტრუმენტალურ მუსიკას უკრავდი და ნუ მოკლედ ეხა გამახსენდა ეგ ყველაზე საინტერესო მომენტი, როგორ შეიძლება მუსიკა უცბად არაფრისგან შეიქმნა ძალიან მაგარი კომპოზიცია და დღემდე ერთ-ერთი ჩემი საყვარელი კომპოზიცია. ნუ ბენდს გრძელი პაუზა იმიტომ ქონდა, რომ ბენდი პრაქტიკულად დაიშალა, ანუ აღარ ფუნქციონირებდა და უბრალოდ ეს არ გამოცხადებულა ახლა არსად. ყველამ თავთავისი საქმე ნახა და ასაკიც ისეთი მოვიდა. უბრალოდ საინტერესო უფრო ისაა, რატო შეიკრიბა მერე და რატო გააკეთა მეორე ალბომი, თორე რატო ქონდა გრძელი პაუზა, რა ვიცია. უცნობი გარემო იყო, უცხო ქვეყანა იყო. მე პირად ვერ ვინტეგრირდი ვერანაირად გერმანულ სივრცეში საზოგადოებრივ ენაც ვერ ვისწავლე ასე ვთქვათ. ხო, რაღაცა სირთულე იყო ჩემთვის, იმიტომ რომ უფრო საინტერესო იქნებოდა ეს ყარათ რო ყოფილიყავით რა, რაღაც ფესვებიც ცოტა გაგვედგა და მაინც ეს შევლით გარბენით ვიყავით და საკმაოდ დიდხანს ეს შევიდოდით, გამოვიდოდით, ეგ ხო, რაღაცა სირთულე არის. I had a dream once, never had before. I was much younger, only 24. You think I'm a dreamer, or lazy, or crazy? Listen to me more. There was a ruler, wasn't like a frog, he played with rules and slept us in a fog. He never had dreams, no joy, no tears, of crazy toys. But he was real king, with a green and blue crown. There was not a light inside in that shady town. And every season he
Right? Right? And on some shady years, when a lot of bits have died, one man without fears tried to see the light, he opened eyes twice, saw the sunrise. It's not so hard, guys. He said and went to fly. Rather young people standing with closed eyes, waiting paradise. Oh Lord, once they will die. I feel the fever. Stand a man from the light up with them. I can't lay down and die. You think I'm a dreamer, or lazy, or crazy? Look at me, just try. Oh, look at me, look at me, look at me, just try. Look at me, look at me, look at me, just try. ოთხმოცდაათიანში მუსიკოსობა კი არა, საერთოდ ადამიანობა იყო ძალიან დიდი გამოწვევა, რომ საერთოდ რა უნდა გექნა და როგორ უნდა გექნა იმ არსებული კომუნისტური საბჭოთა სისტემიდან რომ ამოვარდეთ, რა თქმა უნდა, ყველამ მოვინდომეთ, რომ რაღაც გაგვეკეთებინა ის, რაც გვინდოდა, რომ გაგვეკეთებინა, ეს საშუალებაც მანამ არ ქონდა, ხო? და ნუ რა ვიცი, ზოგი უცხოეთში გავცვიდით, ზოგი აქ რაღაცა ვეტაკეთ, აქეთ-იქით, თანახლა მაგ დროს ქვეყანა არეული იყო, არა დენის კი არ ქონდა წესიერი რა, მაგრამ სინამდვილეში რო ითქვას, კაცმა არ იცის, რომელი უფრო რთული გამოწვევა დღეს რო იყო მუსიკოსი, დღეს რო შედგე მუსიკოსად თუ 90-იანში, იმიტომ რომ იმდენად არაფერი არ იყო და იმდენად სიცარიელეში დგამდი ნაბიჯებს და იმდენად არაფერი არც იცოდი, რომ არც კი გეშინოდა ამ ნაბიჯების გადადგმისა, საერთოდ შოუ ბიზნესის წარმოდგენაც არავის არ ქონდა და საერთოდ ძალიან ბევრი რამის. ამიტომ ძალიან შეგვეძლო, ეს იოლად შეგვეძლო გადახტომა სიცარიელეში და ეს სიცარიელეში გადახტომა კიდე ეს ძალიან ბევრ ჩემზე ბევრი ჭკვიან ადამიანს უთქვამს, რომ ეგ არის ერთ-ერთი ესეთი რამ, რაც ადამიანმა უნდა შეძლო თუ კი გინდა რომ რაღაცა ისეც მიაღწიო, მე არ მიაღწევს ან ვერა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სიცარიელეში ნახტომი, ნუ ცნებაა, კონცეფტია რა ეგეთი და იმ დროს ძალიან იოლი იყო, იმ დროს სიცარიელე იყო, წარმოდგენა არ ქონდა არაფრის. ეხლა დღეს რო იცი რა, როგორ მუშაობს რა, როგორი აქვს საუნდები არის, იქ უცხოეთში გადიხარ, უყურებ ლეველებს, სადახარ შენ, შეიძლება გაცილებით ადრე ჩამოყარო ხელები, დაყარო ფარხმალი, რომ არა ეხლა მე იმას რას ვიზამ, როგორ იყო, ეხლა ისეა გავითარებული, ესეა და თან გავითარების სხვა საშუალებები და მაშინ რა ვიცი პერსპექტივებიც კი არაფერი ჩანდა, ამიტომ გინდა არ გინდა სიცარიელეში უნდა გესკუპა და რაც თქვენით კიდეც ჩვენდა, ნუ მე რა გამოვიდა აქედან იქ სხვა საქმეა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს გამოწვევა არ ვიცი, ალბათ უფრო იოლი იყო 90-იანში მუსიკოსად ყოფნა ვიდრე დღეს. სათავდება მეგობრობა ბენდი, არ ვიცი, ხო, ჩვენ 4-ვე, აი ეს ვინც ვართ, პირველი soft-eject-ი, კიდე მეხუთეც იყო, მაგრამ ნუ უფრო ეს ამ 4-ზე ვიტყვი, საერთოდ განსხვავებული ხალხი ვართ ერთმანეთისგან, მართლა. აი, აბსოლუტურად 4-ვე დააყენო, განსხვავებული შეხედულებები, განსხვავებული მიზნებით, ამ მიზნებისგან მიმავალი გზებით და ყველაფრით. თუმცა, აი ეს რაღაც ერთიანებდა მაშინ განსხვავებული ხალხი რაღაცამ შეყვარა, ხო, ეს არის მუსიკა და ის რაღაც ბენდის გაკეთების სურვილი და არ ვიცი, მან სიმართლე გითხრა რა, რომ რა უფრო პირველია, მეგობრობა, ერთმანეთთან ურთიერთობა თუ მუსიკის კეთება. აი მაგალითად Pink Floyd-ი ბენდი საერთოდ არ მეგობრობდნენ ერთმანეთს. ოჯახებთანაც კი არ მივდიოდითო ერთმანეთთან სტუმრად. მაგრამ როგორც სამსახურში დადიოდნენ მაგალითად სტუდიაში. მაგალითად ასეთი ურთიერთობაც არსებობს, ხო? იქ რომელი იყო პრიორიტეტი, ბენდი თუ მეგობრობა? ალბათ ბენდი უფრო მუსიკა, მაგრამ აი ასე ვთქვათ, რაღაცა ქიმია ერთმანეთთან თუ არა გაქვს, ხო?
მაშინ იმას სტუდიაში ვერ შექმნი, მე მგონი. ამიტომ ქართული ამათ მეგობრობაზე პენდელავარი არ ვიცი. სად იკვეთება მეგობრობა, სად არის აქ მაგალითად ბენდის ინტერესი და სად მეგობრობის ინტერესი ვერ გეტყვი სიმართლე. მოგლეთ ერთ-ერთ კონცერტზე მივედით ისევ მანჩესტერი, რომელიღაც მანჩესტერის მიმდებარე პატარა ქალაქში რა აღარ მახსოვს, მე მგონი კროსოფია, აღარ მახსოვს. მივედით და აღმოვაჩინეთ, რომ თქვა არ არის მიკროფონების ეს სადგამები არა გვაქვს, იქ რაღაცები აკლია, დრამი არ დგას, ჩვენ არ წაგვიხიებდო, არ ქონდა ეხა აქედან ინგლისში დრამს ვერ წავიღე. მოგლეთ რაღაცნაირად უცბად რა გადამეკეტა ტვინი, მოვიტანე რაღაცა ცოცხები, გრძელტარიანი ცოცხები, რაღაცა იატაკის მოსარესხი ჯოხები, რაღაცები დავამაგრე შნურები. აი ესეთი რაღაცები და ტაშტები რაღაცები და ეს ტაშტები რო დაინახეს ვიღაცას გული მოეწურა და წავიდა რაღაცა საბავშვო დრამი მოიტანა ამხელა აი ეს ხوارი დიდი და იმან მოიტანა ამხელა ბასტომი ისა ბას დრამი და რაღაც პატარა რაღაცები და იმაზე აი ცოცხებზე და პატარა დრამზე დაუკარით ყველაზე მაგარი კონცერტი იყო ეგ რა ხალხიც იყო აღფრთოვანებული, ჩვენ თვითონაც რაღაც დაგზნებულები ვიყავით მაგ დროს და ძალიან კარგი იყო რა. სირთულეები რა თქმა უნდა იყო. იმიტომ რომ ნუ ჯესტი ინგლისურად უნდა გვეწერა. ნუ კაი ინგლისურის პრობლემა ერთი და მეორე ახლა რო გითხრათ რომ პოეტური ნიჭი მაქვს, რომელიმე ენაში ტყუილი იქნება. არა მაქვს და ამიტომ რა თქმა უნდა იყო ყოველთვის ეს არა საკმაოდ ბევრ დროს ხარჯავდი და ნერვიულობდი, რომ რაღაც აწყობილი ტექსტი ყოფილიყო. After a heavy windstorm, flowers spring again. Many cares and fears gone. Just memories remain, floating by. Yes, time is all we need to find ourselves reborn. And then again, go running after the winds, as if one heard them call, as if one could catch them all. They were always on my mind, 'cause I know, time is left behind. Yeah, I know, they're blowing our mind. Blow, windstorm. So much comes to life. I don't know why. The wrong way. Things could be so warm at the end of long way. All will shine with warm alien light. Yes, the air is full of hints, and if it's time to call, find me there, running after wind, as if one could catch them all. They were always on my mind, 'cause I know, time is left behind. Yeah, I know, they're blowing our
I don't know why. I don't know why. ყველა საინტერესო ჩემთვის იყო ქუჩა როცა უკრავდით მაშინ. ანუ პირველად რო ჩავედით არაფერზე აქედან რომ გავცვლით და გერმანიაში აღმოჩნდით ჩვენ დაუნებურად კაპიკი არ გვიჭყავდა ჯიბეში ასე ვთქვათ. ქუჩა უკრავდით მაშინ ანუ რასაც ბასკინგი ქვია რა დღეს მაგას ვაკეთებდით და ვბასკერობდით ქუჩაში და ეს არის ძალიან უნიკალური გამოცდილება. ძალიან მიყვარს მაგალითად დღესაც კი ვიზამდი მაგას სადღაც დღეები რომელიღაც ქალაქის ქუჩაში კვირა დღეს ხალხი მიდის თავის გზაზე არანაირად იგმარს მუსიკის მოთხოვნილება არ აქვს არც განც და არაფერი უცებ უჩენ იდეას ვიღაცა მღერის და იმდენად შეიძლება კარგათაც მღერის რომ მოეწონოს გაჩერდეს იმდენი ხანი გაჩერდეს რომ ეს რაღაცა უკვე ეს გარკვეული ემოციები წარმოიქმნას მაშინ მე ხელი წაიღოს ჯიბისკენ ფული ამოიღოს და ჩაგიგდოს და დაგემშვიდობის რაღაც მე შეიძლება გაიცნო კიდეს იმიტომ რომ უბრალოდ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გამოცდილება ჩვენთვის მე რომ მკითხო აი არაფრისგან ნულიდან ნაბიჯის გაკეთება და ამ ნულთან ისეთ რამეებს ეხები და ადამიანების ისეთ ინტერესებს ეხები რაც რა ვიცი სხვაგან შეიძლება ვერც კი შეამჩნიოდა და ერთ-ერთი ესეთი კონცერტი შეიძლება გავიხსენო სადმე რომელიმე პატარა ქალაქ ჰერნეში კვირა დღეს შუა დღისას ნაშუა დღეს სოფთები ქუჩაში დგანან, ვიღაც გამოვლელი მიდის და ხაცები დგებიან, ჩერდებიან, მერე მოყავთ თავისიანები. მოყავთ მე რაღაცა ცოლი მოყავს ერთ, მე ვიღაც ბავშვი მოყავს, გროვდები და ბოლოს გეკითხებიან რომ ქუჩაში რატო უკრავთ? მოდით რა სად მე მაშინ დაუკარეთ და სად უნდა დაუკარეთ? მე სულიად ახალი ჩასული ხარ. რა ვიცი, აგერ მეგობარს რაღაც ბარი აქვს და საღამოთი რომ იქ დაუკარეთ, რომელიმე დღეს კი ბატონო, ეუბნები რაღაცა და იბმება აქედან ურთიერთობა, მე იქ უკარეთ ძალიან ყოველ ჩასულაზე უკრავდით ხოლმე იმ ბარში მაგალითად რა. აი ესეთი გაცილებით კარგად მახსოვს, აი ესეთი ტიპის კონცერტს თუ დაარქმევ ამას, ვიდრე თქვა სხვა რამე. იცი რა ჩვენ რამდენიმე მიმდინარეობა გქონდა რა მართლა ძალიან სხვადასხვანაირი მიმართულებებით ვიარეთ ეს მთელი ეს ეპოქა რა იყო სიმღერების მიმართულებები სადაც არანჟირება სულ სხვა არის იყო ინსტრუმენტული მუსიკის მიმართულება აი დიდი ხანი მაგას მივდევდით ძირითადად ერთი პერიოდი მხოლოდ მაგით ვიყავით ანუ სიმღერებს პრაქტიკულად არ უკრავდით მაგით ვიყავით ინგლისში სასულები და რაღაცნაირად რაღაცა საკმაოდ პოპულარულები ვიყავით იმ პერიოდში ინგლისში მე ისევ დაუბრუნდით რაღაცა დავიწყეთ თქვათ როგორ თქვა რა ქვია იმ მიმდინარეობა ნუ რაღაცნაირად დიდი კომპოზიცია გვინდოდა აქტიურად მიუზიკლი რა ეს ერთი პერიოდი მაგასაც ვაკეთებდით და იმისი ნაწილი გავაკეთეთ კიდეც და რამდენჯერმე შევასრულეთ კიდეც მაგალითად ერთ-ერთი ფილარმონიაში ჰქონდა ეს ნაითი აქა იმ დიდ კომპოზიციას მოკლედ იცვლება სულ მუდმივად რაღაც ინტერესებიც იცვლება მუსიკისადმი რაღაცა და მიდგომაც იცვლება ნუ ჩვენი არანჟირების ტექნიკაც და ტექნოლოგიაც გვეცვლება ხო აპარატურაც გეცვლება და რაღაცა შესაბამისად არანჟირების წესებიც იცვლება რაღაცა ნუ პლუს გემოვნებაც ხადია და მაგრამ ბაზა პრინციპში ძირითადად ერთი და იგივე რა აი რაც ვიყავით თავიდან ძირითადი ბაზა შენარჩუნებული გვაქვს რა ეს ერთიანი გემოვნება და რაღაცნაირად ეს soft rock-ის მიმართულება და ახლოებით და ეგეთი რა. და soft eject-ია, აი ესეთია რა, როგორც ჟღერს. იცი რა არის, მე ესე თუ უკვე წარსულზე ვსაუბრობთ, ხო შორიდან და ალბათ ეგ უფრო რეალურია, იმიტომ რომ ჩვენ აქტიური და ცოცხალი ბენდი არ ვართ მაინც. ვიხსენებთ ხოლმე რაღაც ძველს. თუ ამაზე ვსაუბრობთ, ხო, აი ყველაზე მეტად რაც გამოარჩევს, მე რითიც გამოარჩევდი, ეს არის მრავალმხრივობა, მუსიკალური მრავალმხრივობა რა. აი
ძალიან ბევრი უცნობია ჩვენ რასაც ვაკეთებდით, ის ფლიჯას კერიონით ვართ ცნობილი უფრო, ხო? და ძალიან ბევრი საინტერესო რაღაც ესეთი მიმართულებები იყო. არ ვიცი, ცალკე ნოდარი და მე რაღაცებს ჩვენთვის ვაკეთებდით, ჩვენთვის ცალკე კი არა, ბენჩი ვიყავით, მაგრამ იმ პერიოდში რაღაც გიას კიდე ცალკე თავისი ისა აქვს, ხო, მიმართულება. 4 კაცი ამ ბენჩში 3 კომპოზიტორი იყო. 3 ვოკალისტი, ნოდარს ვერ ამოვაღებინეთ ხმა. რაღაც პონჩი ბიტლების გავს და ხო. ცოტა 4 კაციან ბენჩში 3 კომპოზიტორი, 3 მომღერალი, რომელსაც პრეტენზია აქვს სიმღერაზე. ასეთი ბენდები ბევრი არ არის. ამითაც ალბათ გამოვარჩევთ. თან 3-ვე კარგი კომპოზიტორი ვიტყოდი. რთული იყო თანხმედრა რა მხრივ. ცხოვრობდი საბჭოთა, დავიბადე საბჭოთა კავშირში და ისეთი ხო იყო, კარგად ვსწავლობდი სკოლაში. კარგად ვსწავლობდი იმ პერიოდში, მაშინ ესე იგი სამედიცინოზე აბარე, ხო? ეხლა მე გავიზარდე ექიმების ოჯახში, ჩემთვის წარმოდგენაც კი არ შეეძლო არც მან და არც მე, შეიძლება სხვა რამე ვაკეთო. რა თქმა უნდა, ნეიროქირურგია, აბა როგორ. ამიტომ დედა ნევროლოგი, მამა ნეიროქირურგი. ვიზრდებოდი ნევროლოგიის ინსტიტუტში. და ამიტომ რაღაც მომენტში გადაწყვეტილება რომ ხო დავამთავრე სამედიცინო ჩვეულებრივ ნორმალურად როგორც ხდებოდა. მე გადავწყვიტე რომ არა მინდა მუსიკა. ოჯახისთვის რთული იყო განსაკუთრებით დედასთვის, იმიტომ რომ მას ჯერ ისე არ უყვარს მუსიკა და მე უბრალოდ არ წარმოვიდგენე როგორ შეიძლება. მაგრამ რაღაც მომენტში გადავწყვეტე რომ ხო ამას არა მე მინდა მუსიკას. რაღაცა წლები რომ გავიდა, ხო და თან გერმანიაში რომ მოვხდი ნეიროქირურგიაში და რომ ნახე როგორი შეიძლება ეს ყველაფერი იყოს. თან ცოტა დავიღალე მგონია შოუ ბიზნესისგან, ასე ვთქვათ, საკუთარი თავის გაყიდვის მუდმივი მცდელობა ცოტა მღლისხმა. და თან ძალიან მომეწონა რა იქ ნეიროქირურგია. და ძალიან ექსტრემალურია და ყველაზე ჰაი კლასი ქირურგიის და მედიცინის და ძალიან მომინდა ამის კეთება. არ მინანია ამის შესახებ სხვათა შორის რომ რატო წავედი, არა. სწორი ვქენ, ბოლო წლებია უბრალოდ სიტუაციიდან გამომდინარე, ერთადერთი რაზეც ვფიქრობ ხოლმე რატო დაუბრუნდი გერმანიიდან, თორემ დანჩენი სპეციალობით მე ძალიან მოყოფილი ვარ. მაგრამ მუსიკამ რჩება ჩემ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი. Cold weather, it's winter outside. We are together in this long nights. We're holding each other, warm against cold. Maybe he already sleep, but I don't know. You're by my side, and I know we'll be fine. And all I can ask is just carry on. You're by my side, and I know everything will be fine. And all I can ask is just carry on. It's late and dark and our daughter's asleep. Close your eyes,
put your head on my knees. Don't worry and trust me, we can get through this time. And all I can ask, please just carry on. You're by my side, and I know everything will be fine. And all I can ask, please just carry on. Ooh, ooh. You're by my side, and I know everything will be alright. And all I can ask, please just carry on.